შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქს, ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გასამის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. დადგა 1 ოქტომბერი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ იწყება საოცარი მეოთხე წელი. ვაშა, ჭურებს თავები მოხატეთ, ზებრა დაკალით, Green Day-ის სოლისტი გააღვიძეთ პიანინოზე დაუკრას. ახალი ცხოვრება იწყება, ხალხო, და ამის დასტურად კახა ყალაძის განცხადებაც. 1 ოქტომბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. დიახ, და არა მხოლოდ 1 ოქტომბერი. ბიძინა ჩემიც ოქროს ასოებით ჩაიწერება. პრემიეროვიჩიც და საერთოდ ყველაც. ახლა ოქრო თუ არ გვეყვა ასოებისთვის, არა უშავს სხვა საყდრისაც ავაფეთქებთ, კაცო. იმიტომ რომ ხვალიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება. დემოკრატია დამყარდება, ლარი გამყარდება, ნაცმოძრაობა წამყარდება. პრეზიდენტი აკოცებს პრემიერს შუბლზე. ბიზინა ჩემი იტყვის რომ ფული ამოევა და თბილისის თავზე ვერტფრენდან დოლარებს გადმოყრის. ნარმანია განაცხადებს რომ პანორამა არა და დარგავს 2 მილიონ ხეს. ორმოები გადავლენ გზები და დაივსებიან ქერით. ჩვენ დავბრუნდებით ამერიკის რადარებზე. მეტიც, ამერიკა ჯორჯიის შტატს გადაარქმევს სახელს, იმიტომ რომ ის ამერიკელებს საქართველოში აერევათ. პროკურატურა გახსნის რამე საქმეს. პენსია გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს და თვითონ საარსებო მინიმუმი გახდება ცისტოლა. ჩვენ ყველას მოგცემენ გერმანიის ვიზას, მაგრამ აღარავინ წავალთ რომ მანქანა ჩამოვიყვანოთ. საცობები იქნება მხოლოდ სუფრაზე და ისიც შამპანიურის ბოთლების. და ჰაერი იქნება ისეთი წმინდა რომ ეკლესია მის კანონიზაციას მოახდენს. ხა თქვენ შეიძლება არ გჯერათ, მაგრამ ვისაც გჯერა გაგვატარეთ, თორემ სრულდება უკვე კაცო ჩასვლობა ევროპის მიმართულებით და მოგვიწევს მე ამ საოცარ მეოთხე წელიწადში ცხოვრება. მალე უდიპლომო სასიძოს შემქმნელებისგან ახალი ქართული ფილმი უდიპლომო ცოლისმა. მთავარ როლში კახი ყალაძის ცოლისმა გიორგი არეშიძე. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე. ჩვენ დასამწუხაროდ. სახელი გიორგი გვარი არეშიძე. თანამდებობა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამოქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი. განათლება წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი. აქვს თუ არა ვიცე-პრემიერ კახი ყალაძის ცოლის ძმას უმაღლესი განათლება? ეს შეკითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გაარკვია, რომ უნივერსიტეტი, რომელიც მერიის მაღალჩინოსანს ოფიციალურად აქვს მითითებული, არ არსებობს. ინფორმაცია არც Google-ის საძიებო სისტემაში აღმოჩნდა. მოხდა ამერიკა. დიდი ამბავი, აი რა საჭიროა დიპლომი კაც. თავარია გამოცდილება. არა კაც, რა გამოცდილება. სერგო გიხვეწები ჩქარა რამე ისეთი მითხარი, რაც არეშიძეს აქვს. რა? თავარია თავისუფალი დრო. ეხლა ჩვენს დროში ეხლა ძალიან ძნელია ესეთი ადამიანის პოვნა, ვისაც თავისუფალი დრო აქვს. ზოგი სწავლობს, ზოგი ჯარშია, ზოგი მუშაობს. ამას ეცალა და დანიშნეს. აბა რა ეკნა ახლა ადამიანს მითხარით, არა სამსახური არ უნდა ადამიანი? ახალგაზრდა ბიჭია და ისა ტაქსაობას ვერ დაიწყებდა, თან ერთი დიპლომის კი არ ქონია. თან ეხლა თქვენ გონიათ რომ მართლა ასე ჰაი ჰარალე დაიყვანეს სამსახურში? რა თქმა უნდა არა. კონკურსი გაიარა სილამაზის მის მადამ. ხო არა, ეხლა იქნება მართლა დაამთავრა კაცო ეს არარსებული უნივერსიტეტი, ხა? როგორ და კაცო კომისარიატიდან რომ მოაკითხეს ჯარში წასაყვანად, გავიდა ვაგზალზე, დადგა პლატფორმაზე 9 და 3/4. რა უსერგო? ეგ ჰარი პოტერის ზღაპარშია? და გიორგი არეშიძის დიპლომის ამბავი ვიზე ნაკლების ზღაპარია, ერთი ვერ გავიგე. ისე კაცო, მე მგონი ერთადერთი საბუთი, რომელიც გიორგი არეშიძის თანამდებობისთვის შესაძლებელობას დაადასტურებს, კახა ყალაძის და ანუკი არეშიძის ქორწინების მოწმობა. ყალაძე ამაყობს 1 ოქტომბერი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. შენ მართლა გჯერე მაგისიო? რატო არა რა ეხლა ოქრო გვაკლია ხელისუფლებაში თუ ასოებიო?
გიორგი არეშიძეს ჩაიკითხებიან, მართლა არ არსებული უნივერსიტეტი დაამთავრეო? შვებულებიდან რომ გამოვალ გეტყვიტო. სად ისვენებო? სად და ბღლინძის კუნძულებზეო. ვავა, ჩქიმდელა ქალაქი თბილისი კეთილმოუწყობელი დავნას. რაო სერგო, ასე რატო წიკვინებ? რატო და ნორმალია, რომ უფრო კარგად აღიქვა სიტუაციის სიმძიმეებითო. ვავა. თბილისის მერის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოსტი დღეიდან ვაკანტური ავთანდელ სუდაძემ თანამდებობა დატოვა. შეგახსენებთ, რომ კეთილმოწყობის სამსახური თბილისის მერის ერთ-ერთი უწყება, რომელსაც აუდიტის სამსახური ამოწმებს. ვინ კეთილმოაწყობს ამ ჩემს კეთილმოუწყობელ ქალაქს, ხა? ეს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გადადგა. არა ესე კაცო, ნახდათ იცით რომ გადადგა. შეიძლება სადმე გზად ორმოში ჩაარტყა და ვეღარ მოდის სამსახურში. ხომ გაგიგიათ, ქვა კეთილმოაწყვე, გაიარე წინ დაგხვდებაო. ოდა შეიძლება დაახტა ორმაგად. თორემ არაფრით არ მესმის, ეხლა როგორ შეიძლება გადადგეს ასეთი კეთილმოწყობილი ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ხა? ეთქობა იმდენად კარგად კეთილმოაწყო, ბოლოს ალბათ შეეშინდა, ეხლა იღლიაში შხამიანი ის არის, არესოლა მამას კაცო. აი ახლა რა ვქნათ, აი რა. აუდიტის სამსახური კეთილმოაწყობს თბილისს. არა კაცო, ამარიული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს. სახელი გადავარქვათ და ბოროტ მოწყობის სამსახური დავარქვათ. უი არა, მეორე გამოსავალიც გამახსენდა. ნარმანიამაც იმ ორმოში უნდა ჩაარტყას, რომელშიც იმ კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა. სერგო, არ მოგენატრა ერთი კარგი სამოქალაქო ომი, ჰა? არა? და სამოქალაქო დაპირისპირება მაინც? არც ეგ მოგენატრა? ხო, ისე პრინციპში არც მე. აი, აკაკი ბობოხიძეს კი მოენატრა. კაცო, რას ვქია, მე რა ვიცი? რა ვიცი და პარლამენტის ხტომაზე თქვა, აი ნახე. ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, დროა უკვე პასუხი მოთხოვოთ არა მარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ იმ თქვენს მეზობლებსაც, რომლებიც დილიდან საღამომდე ალბათ ტვინს გიბურღავდნენ იმ აგიტაციით, რომ ქართული ოცნებისთვის მიგეცათ ხმა. მათ თავიანთი ოცნება აისროლეს, თუმცა აისროლეს თქვენს ხარჯზე. განაცხადა აკაკი ბობოხიძე. ვაიმე, შენი ჭირი მე ბიჭო შენ. ერეკლეს კამაგასა გამახსენდა, ხო? ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარის წინა საბრძოლო მიმართვები გამახსენდა. ჩემი გმირი წინაპრები გამახსენდა. სისხლი ამიჩქრობდა ძარღვებში. ერთი სული მაქვს სამუშაო დღე ჩავმთავრო და სახში დაბრუნდა და ჩემს მეზობლებს დავერიო, ხო? და აქამდე რატომ ვერ მივხვდით, რომ თუ კი პოლიტიკოსმა რამე დაგიშალა, პასუხი მეზობელს მოუთხოვოთ, ჰა? ტყუილად დაგიჭერენ, მეზობელს მოკითხე. ცოცხლით გაგისწორდებიან, მეზობელს გადაამტრიე ცოცხი. სპეცრაზმით ჩაგცხრილავს ქუჩაში, ქელეხი მეზობელს აკისრებინე. 3 წლის წინაც უაზროდ მოიქეცეთ, კაცო. წინა ხელისუფლება რომ ისაკნეთ. ისე გააგდეთ. წესით ხმა ნაცებისთვის უნდა მიგეცათ და მაგათი აგიტატორებისთვის ამოგენაყათ ცხვირპირი. რაო სერგო, ეს ბობოხიძეც კაი ტიპია, ეს თუ იცოდა აქამდე რატო არ გვასწავლა? რატო და კაცო, ჯერ ერთი ნაც აგიტატორებს უფრთხილდებოდა და მეორეც ახლა ადრე პარლამენტში უმრავლესობით იყო და ახლა ყველას ერეოდა. ახლა იცოდა გაჭირდა საქმე და ახლა მეზობლებში აღარ გაიქნიოს ხელი, კაცო. ხო. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ამბობს, ჩემი თავი ამოვწურე და ამიტომ გადავრეკიო. და რა გააკეთეო? რა და ყველაფერი რაც შემეძლო? ჯერ მარტო ეზომა 100 კვადრატიო. მეზობლები უბაყუნებენ აკაკი ბობოხიძეს. რა დაგიშავეთ, რატომ ირტყამთო? რატომ და შენ თვითონ არ თქვი? პასუხი მოთხოვეთ ყველას, ვინც იძულებული გახადათ ოცნებისთვის ხმა მიგეცათო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ფელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქს, ლიდერი ქართულ ბაზარზე.